მოგესალმებით, თქვენ გიყოფებით ახსე კოდების სამყარო. მე ვარ გიორგი. ამ ვიდეოში მე გავაგრძელებ PHP გაკვეთილებს. კონკრეტულად ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ რეგისტრაცია. ნახეთ, აქ გვაქვს ფაილი ხო, registration.php და აქ როდესაც ჩვენ რაღაც მონაცემები შევყვავდა, აი მაგალითად შევიყვანოთ რაღაც რო ვაჭერდით რეგისტრაციას, შემდეგ აქ წერს ამ მონაცემებს, ხო? ახლა მინდა რომ ეს ჩაწერილი მონაცემები დაემატოს ბაზაში. ანუ ამის full name, Gmail, paroli. დაემატება ბაზაში და ანუ ფაქტიურად მოხდება მოხმარებლის რეგისტრაცია. ამისთვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჯერ ვისწავლით, როგორ ხდება საერთოდ ბაზაში მონაცემების დამატება და შემდეგ აქ ჩაწერილი მონაცემები უნდა გავუშვათ ამ ბაზაში. სანამ ახლა ამას ვნახავთ, მანამდე მინდა გითხრათ, რომ ნახეთ ამ registration.php-ში თავიდან უნდა მოვახდინოთ ბაზასთან კავშირი და აქ რომ თავიდან ეს კოდი არ გადავაკოპირო მე და ერთი და იგივე კოდი ორჯერ არ მეწეროს, თან შეიძლება ამას მე რაღაც დავუმატო რა კავშირის დროს და ამიტომ ცალკე ფაილს გავაკეთებ. ახლა db connections დავარქმევ, db-con იყოს PHP და აქ გადავიტან მე ამ კოდს რა, აი ამას. აქ რო ამ კოდს გადავიტან, ნუ რა თქმა უნდა, ასე ვუთხრათ რომ PHP-ა. აქ რო ამ კოდს გადავიტან, რა თქმა უნდა, user PHP-ში აღარ იმუშავებს, ბაზასთან კავშირი ამოვიღე და აი აქ ახლა მოხმარებლებში რო გადავიდე, errors დაარტყავს, მაგრამ ამ db connections includes გავუკეთებ, ეს უკვე ჩვენ ვიცით. ასე db-con PHP მოკლედ და ეს უკვე ჩვეულებრივ იმუშავებს, ანუ გარედან შემოტანილი კოდი იგივენაირად იმუშავებს. უკან დავბრუნდები ახლა და იგივეს გავაკეთებ, აი ამას შევიტან ასევე registration-ზე რა. ან როგორც გითხარით, უბრალოდ ის გავაკეთე, რომ ორჯერ აღარ წერ კოდს. ეს ახლა აქ არაფერს არ შეცვლის, მაგრამ სამაგიეროდ გამოიძახებს მონაცემთა ბაზის გახსნას, აი ამას კავშირს და შემდეგ უკვე შემიძლია ჩვეულებრივ წერო კოდი რა. ნუ ჩვეულებრივ კოდის წერა რაც შეეხება, ესე იგი მონაცემთა ბაზასთან დამჭირდება ბრძანების გაშვება, აი სადღაც აქ შემიძლია დავწერო ბაზასთან კავშირი, ბაზასთან ბაზა რა, ნუ ასე იყოს. ბაზადან ინფორმაციის ჩაწერა დამჭირდება რა ბაზაში. ამისთვის მოდით ამას გადმოვაკოპირებ, რა მჭირდება და რა არა ვნახავთ. ესე იგი ნახეთ, ეს select-ი აღარ დამჭირდება, სხვა ბრძანება დამჭირდება, რომ მონაცემები ჩავსვა. ნუ შედეგი აქ რეზულტი აღარ მექნება და ნუ ბაზის დახურვა ჩვეულებრივ დამჭირდება. ერთადერთი ნახეთ აქ ახლა რა ხდება. კარგი, ეს ბაზა დაიხურა. აქ ბრძანება ჩაიწერება, რომ გავუშვათ და როდესაც ბრძანება ჩაიწერება, პრინციპში მერე უკვე გაეშვება ეს. ეს ამ შემთხვევაში, ანუ აქ რო insert-ი გვექნება რა, მონაცემთა რაღაც მონაცემების ჩასმა, ეს დააბრუნებს true ან false. ანუ შემიძლია ეს if-ში გავუშვა და ამან თუ true დააბრუნა, ესე იგი ნიშნავს, რომ ბაზაში მონაცემები ჩაიწერა რა. აი ასეთ რამეც მინდოდა გარემ მეთქვა რა. ანუ იმისგან გასხვავებით, აქ ახლა იქნება insert-ი, მონაცემების ჩასმა, რასაც აგიხსნით, აქ იყოს select-ი და როდესაც select-ს ვაკეთებდით, რაღაც შედეგი გქონდა, ეს შედეგს აბრუნებდა, ამ შემთხვევაში კიდევ ეს ბრძანება, ამ ბრძანების გაშვება დააბრუნებს true ან false, როგორც გითხარით, თუ true გაბრუნდა, ესე იგი მონაცემები ჩაიწერა და რაც შეეხება აქ ბრძანებას, ეს რო ასე ზეპირად არ წერო, შემიძლია დავიხმარო PHP myadmin-ი. ნახეთ, აქ ჩვენ SQL-ში უკვე ვიყავით გადასულები, ანუ იუზერები და მერე SQL.
და აქ ახლა select ის ყველას მონიშნა ნახეთ როგორ ხდება, ესეც ვისწავლეთ. ასევე ახლა შეგვიძლია ვისწავლოთ insert. აი ახლა რას ნიშნავს insert-ი, რის წერაც იქ დავიწყე და არ დამისრულებია. ანუ insert-ი არის მონაცემების ჩაწერა რა. ამ შემთხვევაში ახლა ეს რა შვება insert into, ანუ ეს არის სიტყვები, რომელსაც ნუ ვერ შევცვლით, ბრძანება სიტყვები არის და ეს მიუთითებს, რომ ჩასვი insert ჩასვი user-ებში, ანუ user-ების ცხრილში. ეს ცხრილი ჩვენასაც დავარქევთ, ის ცხრილია და შედეგად რაები ჩასვას, რა სვეტები ისინი წერია. ჩემ შემთხვევაში მე ID-ს ჩასვა არ დამჭირდება. ID-ს ჩასვა იმიტომ არ დამჭირდება, რომ ID თუ გახსოვთ, მაგ დაკნებული, რომ ავტომატურად ჩაიწეროს. ამიტომ ეს ID შემიძლია წავშალო. და დარჩება ესე იგი full name-ი, სრული სახელი გვარი, Gmail-ი, პაროლი. ანუ ეს სვეტები ჩასვიო ვეუბნებით და ამ სვეტებში რა უნდა ჩავწეროთ values, ნიშნულობები წერია აქ, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. ამ შემთხვევაში როგორც გითხარით, ID-ს წავშლი და ესე იგი წავშლი ამ values-საც. აი ასე. ესე იგი დამრჩა full name-ი, აქ უნდა ჩავწერო full name-ი, მაგალითად დავწეროთ რა, გადავცეთ. იქ ახლა ეს ოთხკუთხედი ფრჩხილები არაფერში არ ჭირდება. პირდაპირ წყალებში ვწერთ, რისი ჩასმაც გვინდა. ესე იგი თქვათ, აი ლუკა ლუკაძე, შემდეგ Gmail-ი, ანუ თანმიმდევრობით ხდება რა, პირველი არის აქ value-ებში, რაც არის, ის მიენიჭება ლუკა ლუკაძე full names, Gmail-ის მიენიჭება აქ რასაც დავწერთ, მაგალითად luka@gmail.com და აქაც პაროლი. აი პაროლი მესამე წერია და აქაც მესამე იქნება რა, მაგალითად 523. ანუ 4-იც იყოს. და ნახეთ ახლა ეს კოდი, რომელიც შემიძლია დავაკოპირო. ამ კოდს რო გავუშვებ, უნდა მოხდეს, ესე იგი user-ების მონაცემთა ცხრილში ამ მონაცემების დამატება. დავაჭიროთ აი go-ს. გაეშვა, წარმატებით გაეშვა, დაწერა რომ ჩაიწერა, გადავიდეთ browse-ში და ნახეთ დაემატა ლუკა ლუკაძე, აქ ID როგორც გითხარით, თვითონ დაემატა ავტომატურად. მეილის დაიწერა და პაროლიც. ანუ ამ შემთხვევაში ნახეთ ჩვენ ის რომ SQL-დან რა ბრძანებით გაკეთდა ეს insert-ი და ზუსტად ეს ბრძანება რომელიც მე დავაკოპირე, შეგვიძლია აქ ჩავსვა რა, ნახეთ. ასე პირდაპირ ჩავსვა და ნუ ამ შემთხვევაში იგივე მოხდება ზუსტად. როგორც PHP კოდიდან. როგორც გითხარით ახლა აქ რა ხდება? არაფერი ახალი არ ხდება. მონაცემთა ბაზასთან კავშირს ვიძახებ, ესე იგი ამას. პირველ რიგში მონაცემთა დააკავშირა, შემდეგ ბაზასთან რაც შეეხება ეს ბრძანება, რომელიც იქიდან გადმოვიტანე, შემდეგ როგორც გითხარით, connection query ამ ბრძანების გაშვებისას ეს true ან false აბრუნებს, true თუ დაბრუნდება, დაგვიწერს რომ ჩაიწერა და სხვა რა ვიცი, ისეთი, ნუ ეს ახლა ბაზა დაიხურა, მოჩა. კაი, ნახოთ აბა, ეს ყველაფერი ახლა ღილაკზე გაკეთება. ანუ ამ ღილაკზე გაკეთდება, დავარეფრეშოთ, დავაჭიროთ ამას და ჩაიწერა, აი აქ დამიწერა რა. უბრალოდ ასინ გადააბა ახლა, ეგ არაუშავს. თავარია დაწერა რომ ჩაიწერა. აქ რო დავარეფრეშებთ, იგივე სახელგვარს ჩაწერდა. აი ნახეთ, მეორედ ჩაწერა ეს ლუკა ლუკაძე. მაგრამ ID რა თქმა უნდა განსხვავებული აქვს. ანუ მეორედ ახლა მე უკვე ამის დამატება შევძელი PHP კოდიდან რა. ნუ მოდით ეს ფიერი იყოს, უკეთ რო დავინახოთ, აქაც ახლა მაგალითად ლიკა იყოს. და ნახოთ რომ კიდევ იმუშავებს რა. ამას გავანახლებ. ანუ რეგისტრაციას რო დავაჭერ, აი ცალკე ხაზი დაიწერა, ჩაიწერა და აქ refresh-ით, აი ამ შემთხვევაში დაამატა ლიკა. ანუ ეს ჩვეულებრივ მუშაობს. ახლა უბრალოდ მინდა რომ ეს მონაცემები აქ ჩაიწეროს, რასაც აქ შევიყვან რა, ანუ მოხმარებლის რეგისტრაცია მინდა მოვახდინო. მოხმარებლის რეგისტრაცია რომ მოვახდინო, ამისთვის აქ ჩაწერილ მონაცემებს, ესე იგი, გადავცემ ამ ბაზას.
ეს მარტივია, იმიტომ რომ ნახეთ, მე უკვე მაქვს, ხო, ეს full name-ის სახელი გვარი, Gmail-ი, პაროლი, რასაც აქ ჩავწერ, ისედაც იწერება ქვემოთ, ხო, ასია? ანუ რაღაც გიორგი ჩავწერე თქვათ, გიორგი რაზმაძე, აქ რაღაც მეილი, პაროლი და რეგისტრაციას ვაჭერ და აქ იწერება ქვემოთ. კი ბატონო. ახლა ამ მონაცემებს გავუშვებ ბაზაში. ამისთვის ამ ცვლაც ავიღებ full names თქვათ და ეს პირველი ადგილი ხო არის full name-ის. და ჩავსვავ აი ამის მაგივრად. ეს გაითვალისწინეთ, რომ ჩხილებში უნდა იყოს აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის ცვლადი და ეს თუ ჩხილებში არ ჩაისვა, მერე უკვე როგორც string-ი ისე ვერ წაიკითხავს და პრობლემა შეიქმნება. იგივეს აკეთებთ Gmail-ზე. ანუ ცვლად ვსვავთ უბრალოდ აი ამ სტატიკური ტექსტის მაგივრად. იმიტომ რომ გამზადებული გვაქვს ეს ცვლადები და და შემდეგ აი პაროლზეც იგივეს ვაკეთებთ. მოკლედ ასე რა, full name-ი, Gmail-ი და აგერ პაროლი. ახლა ნახოთ აპა თუ დაემატება, ესე იგი დავარეფრეშოთ. აქ რო შევიყვან. ნუ ცხრილს შევხედოთ, მოდით. ესე იგი ცხრილში ბოლო არის ეს ლიკა. ნუ ბევრი, მოდი ამას წავშტირი რა. 1 2 3 4 ასე მოვნიშნავ ამათ, მერე დავაჭერ delete და ნუ გინდა თუ არა ნამდვილად წაშლაო და yes. და ეგ არის რა, ახლა 3 მონაცემი მაქვს და დავამატოთ მე-4. ესე იგი ნუ თქვათ ახლა ლევაძე ასე თქვათ მერე levan@gmail.com და პაროლი თქვათ რაც მინდა რა 123p. დავაჭიროთ რეგისტრაციას. ნუ აქ ჩაიწერას მაგივრად შეგვიძლია დავაწეროთ რომ რეგისტრაცია გაიარეთ წარმატებით და აი ნახეთ მოხმარებელი დაემატა, ანუ რეგისტრაცია მოხდა. კიდე შეგვიძლია ვცადოთ, ანუ აქ ჩაიწერას მაგივრად რეგისტრაცია წარმატებით გაიარეთ, თქვათ. იმიტომ რომ ეს მონაცემები უკვე დამატებულია ბაზაში და მორჩა მოხმარების რეგისტრაცია, ასე ხდება. ნუ ახლა აქ პაროლის დახეშვას და რაღაც როგორც გითხარით, მე სხვა ვიდეოებში აგიხსნით ცალკე და ასე მარტივი რეგისტრაცია ეს არის. კიდევ ერთი მოხმარებელი დავარეგისტრიროთ, მოდით. ამას ხმას დავარეფრეშებ. ესე იგი თქვათ ნიკა. აი ნიკაძე იყოს. მეილი რაღაც ნიკა და პაროლი რაღაც. ანუ რეგისტრაცია წარმატებით გაიარეთ. ასეთი ტექსტი დავაწერე. ნუ აქ ახლა ამას აღარ წამიშლია, ესენი რაც შევიყვანეთ, იმას აწერს და ეს მონაცემები უნდა იყოს ცხრილში. ნიკაძე, ეს და ეგ არის რა. მოკლედ ასეა რა, ძალიან მარტივად შეიძლება მოხმარებლის დამატება ბაზაში და ნუ შემდეგ უკვე ნახავთ ავტორიზაციასაც და გავაგზავნებთ და თან უფრო დავხვეწავთ რა. ჯერჯერობით როგორც გითხარით, ძალიან მარტივ რაღაცებს გასწავლით, უბრალოდ რა, მარტივი გზებით გასწავლით, მაგრამ ფუნდამენტურ რაღაცებს გაჭრით სამაგიეროდ. კარგით. ამ ვიდეოში სულ ეს იყო. მე მგონი ისეთი რთული აქ არაფერი არ არის. თუ რამე კითხვა გაქვთ, რა თქმა უნდა, დააკომენტარეთ, ან მომწერეთ. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.